არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ ჩვენს გენიალურ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე. მან უამრავ ქართველს შეაყვარა ფეხბურთი და არა მხოლოდ ქართველს. ხვიჩამ ნეაპოლელ გულშემატკივრებს რაღაც ახალი სწრაფვა და სიყვარული დაუბრუნა ფეხბურთის მიმართ. როდესაც ხვიჩა ფლობს ბურთს, არასდროს ვიცით რა მოხდება, როგორ განავითარებს მოვლენებს. ის ძალიან ნიჭიერია. მე მჯერა რომ ის ახალ ისტორიას დაწერს ამ ქალაქში. ეს თავისუფლად შეუძლია, რადგან ახალგაზრდა და თან ძალიან ნიჭიერია. როგორც იცით, მარადონას შემდეგ ნაპოლის აღარ მოუგია სკუდეტო. არავინ იცის ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მოკლე დროში ხვიჩამ აჩვენა, რომ უდიდესი საქმეების კეთება შეუძლია. ნეაპოლს ახალი მეამბოხე გმირი სჭირდება, რომ გამარჯვება კიდევ ერთხელ შეიგრძნონ. ხვიჩა კი ფიქრობ ზუსტად ამ გზას ადგას. მართალია მარადონა, მის ხსოვნას არავინ ვეხებით, მაგრამ ფიქრობ გამარჯვების შემდეგ ამ ბიჭის ისტორია ძალიან შეიცვლება. მან უზომოდ შეაყვარა თავი იტალიელ ხალხს და არა მხოლოდ იტალიელ ხალხს. მას ადარებენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს. კვარაცხელიას ხშირად ეძახიან კვარადონას, რადგან იგი შეუდარებელი ფეხბურთელია. ხვიჩა ნაპოლის ისტორიაში ახალ ნაბიჯებს დგავს და არა მხოლოდ ნაპოლის, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაშიც. მისი ლამაზი თამაშით იგი აოცებს და აკვირვებს საზოგადოებას. ხვიჩა კვარაცხელია სერია 100 მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იტალიური ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს უკვე მესამედ იღებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ისტორიული შედეგი, რადგან აქამდე სერია A-ში ერთ სეზონში 3ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად არც ერთი ფეხბურთელი არ დასახელებულა. ტრანსფერ მარკეტის მიხედვით მისი ღირებულება ახლა 85 მილიონი ევროა. ჩვენი ლეგენდა ხვიჩა კვარაცხელია ცნობილია, რომ თამაშობდა ჯერ ყაზანის რუგეში, შემდეგ ბათუმის დინამოში, ხოლო შემდეგ დინამო ბათუმიდან 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა იტალიურ გუნდში, ნაპოლში. რომ გავიხსენოთ, რაზე საუბრობდნენ? თავაზებს პირობითად ხვიჩას იმ პირობებს ვერცერთ ევროპულ საშუალო თუ გრანდში ვერ გაყიდის. უნდა გავიგოთ რა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას. ხვიჩა კვარაცხელიას უნდა ჩაიწეროს დიდი ასოებით ქართული ფეხბურთის და არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თუ უნდა რომ უბრალოდ შეიქმნას უზრუნველი ცხოვრება და ამისთვის იყენებს ფეხბურთს. ჩვენ არ ვიცით რა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას. გაყიდის ხვიჩას მესვეური, ხვიჩას იმ ფასად როგორც დავუშვათ ზენიტში. რა თქმა უნდა. ეს არის 2x2 4. ამაზე რა ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხვიჩა არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ფეხბურთელი, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირი მას შეუძლია ბრიტანეთმა. არც ერთი ევროპული, არც ერთი მსოფლიოს ნორმალური ქვეყანა რუსეთში ფულს ტრანსფერის ფულს არ გადარიცხავს. ეს არის აი ესე საუბრობდა ქართული მედიის ნაწილი ხვიჩა კვარაცხელიაზე, მაგრამ ეხლა ვხედავთ სადაა მათი რეიტინგი და სად დგას ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩა კვარაცხელიამ სოფლიო არენაზე გაიტანა თავისი და არა მხოლოდ თავისი საქართველოს სახელი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და არ უნდა გვაუწყდებოდეს, რომ იგი პირველ რიგში არის ქართველი და შემდეგ თამაშობს უცხოურ კლუბში. არა აქვს მნიშვნელობა იგი რომელ კლუბში იქნება. ის და მისნაირი სპორტსმენი ადამიანები ყოველთვის მისაბაძებელი უნდა იყვნენ საქართველოს ახალგაზრდობისთვის და მათი ნეგატივის ნაცვლად, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში თამაშობენ, ჯობს პოზიტიურად ვისაუბროთ მათზე და მათ შედეგებზე, რასაც ისინი ახდენენ კლუბებში და სპორტი და ომი ერთმანეთში არაუღრიოთ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველს, მეც მეამაყება ეს ადამიანი, რადგან იგი არის გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში და ეს უკვე არაერთი ფაქტით დაადასტურა თავად მან, თავისი შესანიშნავი თამაშით. წარმატებები ხვიჩას თავის კარიერაში. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. დიდ ხონა გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო და გაუზიაროთ მეგობრებს. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ საინტერესო ვიდეოში. ნახვამდის.